29-ის მიმართ, ამ თარიღის მიმართ, როგორია თქვენი განწყობა, მზაობა როგორია და როგორი უნდა იყოს პროტესტი, რა უნდა დაახვედროს საზოგადოებამ ამას საპასუხოდ. ჩვენ უკანასკნელ შეხვედრაზე პრეზიდენტთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ შორის მეც პირადად გავაჟღერეთ იქ, რომ მზად ვართ ფიზიკურად დავიცვათ სალომე ზურაბიშვილი ნებისმიერ დროს. და ეს არ უკავშირდება შენობას ამ ადმინისტრაციის. სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრის შემდეგაც იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელ შენობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს. შესაბამისად საზოგადოება ის 10,000-ობით ადამიანი, რომელიც რეგულარულად აქ იკრიბება, ხოლო იმ დღეს, როცა ქალბატონი პრეზიდენტი აქ მოვიდა გუშინ საერთოდ 200,000 ადამიანამდე იყო აქ, მზად ვართ დავიცვათ პრეზიდენტი, რადგანაც უკანასკნელი კონსტიტუციური ორგანო არის დამოუკიდებელი და ლეგიტიმური. 1921 წელთან იმიტომაც ვადარებთ ამ მდგომარეობას, რომ სწორედ ასეთი ვითარება რუსეთს აქვს ოკუპირებული ყველა ჩვენი კონსტიტუციური ორგანო, ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქის მეშვეობით, აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ პრეზიდენტი, რათა შემდგომში შევძლოთ აქედან კონსტიტუციურად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რა თქმა უნდა, არჩევნების გზით. დიდი მადლობა.